ნუ პირველ რიგში მე ვერავის ვერ გავამტყუნე, ვინც ეხა დაკავებულია ან ბრალი წარდგენილი, ვერც იმ ახალგაზრდებს, ვინც ასეთი გზით არიდებდა თავს ჯარს, ვერც იმ ექიმებს თუ რაღაც საჯარო მოხელეებს, ვინც მათ ეხმარებოდა, იმიტომ რომ სავალდებულო გაწევა არის ბოროტება. ეს არის ახალგაზრდა ადამიანებისთვის ცხოვრების ძალით რაღაც ნაწილით ძალით წართმევა და ჩემი ღრმა რწმენით ჯარში უნდა მსახურობდეს მხოლოდ ის, ვინც მამის სურვილი აქვს და ვისაც არ უნდა ჯარში, ის ჯარში არ უნდა მიდიოდეს. და სამწუხაროა რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილმა ეს არ მარტო მთავრობას ეხება, არამედ იმ ხალხს, ვისაც ზოგადად სავალდებულო ჯარი გონია რომ რაღაც სიკეთეა, ვერ გააცნობიერა რომ არ შეიძლება ციხის მუქარით ადამიანი ჯარში წავიყვანო. სამწლიანი ციხით ემუქრებიან ადამიანებს, რომ ჯარში წავიდნენ და ბუნებრივია რომ მე ახალგაზრდები ეძებენ გზას, რომ თავი არიდონ ამ ყველაფერს. მათ ეხლა შეუძლიათ მოვიდნენ ბიბლიურ თავისუფლებაში, მაგრამ როცა ცვლილებების შემდეგ საკმაოდ გართულდა ეს ამბავი და მაშინაც კი როცა ეს იყო ძალიან მარტივი, ჩვეულებრივი ამბავი იყო, აი ვიცოდი გოჭს უყიდნენ ხოლმე კომისარს და ასე არიდებდნენ თავს, იმიტომ რომ ეს სოფელში ეს მეზობელია და ბარემ ვიქეიფოთ და ასე შემდეგ. ანუ ეს კომისარი და კორუფცია ზოგადად სინონიმები იყო საბჭოთა კავშირთან მოყოლებული. ეხლაც ასეა. უბრალოდ რა შეიცვალა წესები და შეიცვალა რაღაც სხვა კორუფციული სქემები გაჩნდა. უნივერსიტეტების დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ახალგაზრდები არ მიდიან ჯარში, უბრალოდ ბონუსად მოყვება დიპლომით. მთელი სისტემა ამაზე აწყობილია. მე ვერავის ვერ გავამტყუნებ, იმიტომ რომ აი წამოიგინეთ, რომ არ გინდა ჯარში წასვლა და ვიღაც მოდის და ძალით გემუქრება ციხი და თუ არ წახვალ, აი 3 წელი ციხეში გაატარებ. ხო ბუნებრივია რეაქცია, რომ მე ამას თავი ავარიდო, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მოსახლეობას უბრალოდ არ აქვს გაცნობიერებული, რომ აი ასე ახალგაზრდა ძალადობა არ შეიძლება, რომ ეს ჯარის მიმართ უპატიცემლობა, როცა პროფესიონალ ჯარისკაცს ზურს უმაგრებს, ადამიანს გაქცევაზე ფიქრობს. ეს არ ზრდის თავდაცვის უნარიანობას, იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა ჯარში რას დაგიცავს, რის დაგიცავს. მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, სადაც ვიცი, იარაღი არ გვიყიდია 1-10 წელი საერთოდ არანაირი. და რა ვიცი, იმის ეჭვი არსებობს, რომ ომი რო დაიწყოს ჩვენ მტერთან, ღმერთმა დაგვიფაროს, ერთადობა პირველ წამსვე თეთრ დროშას ამოაგდებს. ხო და აი ასეთ სიტუაციაში რომ ხალხი მაინც ხარს უჭერს ამ რაღაც სავალდებულო გაწევას, მე ბუნებრივია ის ხალხი, ვინც ხვეპლი არის ამ ყველაფრის. ეძებენ სხვა გზას და აი ჩემს ყველა ეს ადამიანი სულად უსამართლოდ იქნება ეხლა დასჯილი, იმიტომ რომ არაფრში არის, დამნაშავე არის მთავრობა, ვინც სავალდებულო გაწევას ინარჩუნებს. იმის ასულოდ რომ უბრალოდ გაზარდოს ხელფასი 500 ლარი არის და 1000 იყოს, 1500 იყოს, 2000, ვის ენანება ფული ჩვენ ჯარისკაცებისთვის? ვის ენანება ფული იმ ხალხისთვის, ვინც მზად არის დაეცვას ქვეყანა? ხო და 1000 ლარი არ გვეყოფა, 1500 იყოს, 2000 იყოს და ამით მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ამის ნაცვლად იაფად ახალგაზრდებზე ძალადობით, ციხის მუქარით ავსებენ ამ კვოტებს, რომელიც არც ისე დიდია. სულ 4000 ახალგაზრდას იწვევენ წელიწადში და მე ასეთი სამწუხარო ფაქტები ხდება.